მოკლედ რომ დავაკვირდეთ ამ ისტორიას, ხო? კარგი პროდუქტების და ეს desirable პროდუქტების, რაც არის სასურველი პროდუქტები, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ პრობლემები, რაც ხანდახან აქვთ ამ პროგრამას, ცხადია, ხარისხზე არ არის ლაპარაკი, რომ ცუდი ხარისხის არის generally, მაგრამ ნებისმიერ პროდუქტს, განსაკუთრებით ტექნიკურ სფეროში, რაღაც პრობლემები აქვს. იმიტომ რომ, ნუ, ასეთი დრო არის, ხო? იყო რაღაც დრო, როცა მარტივი პროდუქტები იყო შედარებით და ნაკლები პრობლემები ჰქონდათ, ეხლა ნებისმიერს აქვს რაღაც პრობლემები ხარისხის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ თუ მაგრა გვსურს ეს პროდუქტი, ხო? მაგარი სასურველია ჩვენთვის. ჩვენ გვახასიათებს ის, რომ ამ პრობლემებს ვეგუებატიობთ უფრო მარტივად, გაცილებით მარტივად. გარდა ამისა, რომ პატიობთ ხანდახან, ნუ ხშირად ძალიან, ამ პრობლემებს ვაქცევთ ხოლმე ბენეფიტებად. ქცევა, ხო, როცა პატიობთ, ძალიან გავს სიყვარულს. როცა გვიყვარს, ძალიან ბევრ რამეს პატიობთ. გარდა იმისა, რომ პატიობთ, კიდე ცუდ თვისებებს, რაც რეალობაში ცუდ თვისებაა. გონია რომ კარგია. ანუ აქ არის როგორ იცი, სასურველი თუ ის სასურველია, მაშინ, ანუ რაღაცა აღმოვაჩინეთ თითქოს, ხო? იმიტომ რომ ყველა ეს პროდუქტი, რომელიც კარგად იყიდება, სასურველია. ეხლა დავიწყოთ ამის, ისა რა ქვია, ანალიზი, როგორ მივახციოთ ამ სასურველობას. ანუ ფული, ხო? მარკეტინგი, კამპეინი, რეკლამები, მაგრამ წესი გვაქვს ესეთი, რომ არა გვაქვს ფული. მნიშვნელობა არ აქვს, ანუ იგივე რა ვიცი, Windows 8 რო ავიღოთ, ხო, Vista, რასაც ერქვა, ხო, Windows 8. იყო, ანუ რამდენი დახარჯეს და 150 მილიონი დახარჯეს ამის იმაზე, რა ქვია, მარკეტინგზე ამ Windows operating system-ს და იყო დიზასტერი, ანუ არვის არ უნდოდა. ამიტომ ეს თლათ ეს მაგალითი ერთი და უამრავი მაგალითია ასეთი. ამიტომ თლათ ესე არ არის, ხო, ფული რომც კონდეს, ან შევაყვარებთ, ან არა. თან რეალურად ცხოვრებაში ესეა, ხო? ანუ ფული, როდის იყო რომ ფული ანუ ფულით შეაყვარებდი, ხო, ვინმეს. ნუ ალბათ ცალკეული მაგალითები არის გარკვეული, მაგრამ ზოგადად ეს არ არის. მაშინ ეს თუ არა, ანუ ფული თუ არა, მაშინ აბა ვკითხოთ მარკეტოლოგებს. რა შეიძლება ვქნათ, რა შეიძლება გავაკეთოთ? იმისათვის, რომ სასურველი გავხადოთ ჩვენი პროდუქტი. ხლა მარკეტოლოგს რო ვკითხოთ, პროფესიონალ მარკეტინგ კონსალტანტს რო ვკითხოთ, ეგრევე მოგვაყრიან ხოლმე მილიონ ტერმინებს, რომელსაც, ანუ ეს ტერმინები ცხადია იცვლება, რაც მოდაშია, ასე ვთქვათ, მარკეტინგში, ის იქნება, ხო? Attention economy, რა ვიცი, ვაირალური ვიდეოები შექმნით, content marketing-ი, ეჭვი არ მეპარება, რომ მარკეტინგის ნებისმიერ, აი, თქვენ ნინო, ხო, მარკეტინგის კურსი გაქვთ გავლილი, ეს ყველაფერი გეცოდინება ტერმინები, რომ აი ეს, რა ვიცი, Twitter-ი, YouTube-ი, social media marketing-ი, აი ეს ყველაფერი გააკეთე და desirability-ს იმას ისევ რა ქვია, გაზრდი შენი პროდუქტის. და სინამდვილეში ეს ყველაფერი მიდის, ანუ ერთის რასაც გეტყვიან ხოლმე, რომ brand engagement, აი ვიღაცამ ახსენა ბრანდთან დაკავშირება, ხო, ბრენდის და ბრენდთან დაკავშირება, მე მგონი ამას რო დავიწყეთ ლაპარაკი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ brand engagement-ი თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ ახლა რა ეტაპზეც ხართ? და უმრავლესობა ხარ ძალიან ადრინდელ ეტაპზე, ხო? გამონაკლისები რაღაცა იყო, ანუ რომელიც უკვე ყიდით და უკვე რაღაც ისტორია გაქვთ, მაგრამ უმრავლესობა ადრინდელ ეტაპზე გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ნამდვილად გჭირდება თქვენ brand engagement-ი ახლა ამ ეტაპზე? ყოველ შემთხვევაში სწრაფ შედეგებს ვერ მოიტანს ეს. რო შევხედოთ სასურველ პროდუქტებს, რომელიც კარგად იყიდება, ძალიან რაღაც ბევრი საკმაოდ პროდუქტი არის ისეთი, რომელსაც უბრალოდ დრო არ ქონდა ამ ბრენდის აშენების, ასე ვთქვათ, ხო? და ეხლა დაიწყეს, ანუ ახალია, მაგრამ მაგრა იყიდება. შესაბამისად ეს რაღაც brand engagement-ი საერთო არ არის ყოველ შემთხვევაში ამ თვისებებში. მაგრამ თუ ეს არ არის არაფერი საერთო, მაშინ როგორ ფიქრობთ, რა არის, რა აერთიანებს იმ პროდუქტებს? შედეგი, ხო? აი, ჩვენ რო ვყიდულობთ იმ პროდუქტს, რომელიც კარგად იყიდება, მე რას ვაკეთებთ? Word of mouth ქვია ამას, ხო, ინგლისურად, არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება word of mouth, მაგრამ ვარეკლამებთ, ხო? ანუ ფაქტობრივად ვეუბნებით ჩვენ მეოგობრებს, ჩვენ, რა ვიცი, არა მეგობრებს, ჩვენ Instagram-ზე, Facebook-ზე ტრაბახობთ მოკლედ ამ პროდუქტით. მოკლედ რაღაცა ვიპოვეთ საერთო, იმიტომ რომ ახლა რომ გადავხედოთ მართლა რომელიც იყიდება, აი ერთადერთი რაც ახასიათებს ამას ყველას აბსოლუტურად არის word of mouth.
მომხმარებელი ეგრევე იწყებს ლაპარაკს ამას. გაგიგიათ ხო ხშირად? იცით რა, ეს აპლიკაცია, აი ამ აპლიკაციას ვიყენებ ჩემ პროექტისთვის, რა ძალიან მაგარი აპლიკაციაა. მართლა? კი, მეც უნდა ვიყიდო. აი ზუსტად ეს არის. აი ამისკენ უნდა მივისწრაფოთ, ხო, ჩვენ word of mouth, მაგრამ word of mouth ახლა გავყოთ, იმიტომ რომ word of mouth სამწუხაროდ მარკეტინგში ასეთი ის არის, რაღაცა როცა მუშაობს, ყველა მარკეტერი იწყებს ამის გამოყენებას და შესაბამისად word of mouth რადგან მიხვდა მარკეტინგის სამყარო რომ მუშაობს, ძალიან ბევრი word of mouth ისეთი არის, რომელსაც კომპანიები უხდიან ფულს. მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ რომ ჩვენ შემთხვევაში ჯერჯერობით ვიფარგლებით მხოლოდ ნამდვილ ორგანულ word of mouth. ანუ არავის არ გადაგიხადოთ თქვენ აქსესუარს მიყიდით ადამიანს ის წავა და იტრაბახებს ამით და თქვენ არაფერ ფულს არ უხდით ამაში. ამით შემოვიფარგლოთ. ზუსტად ამას ქვია word of mouth. ანუ არა აუცილებელი არ არის რომ ელაპარაკებოდე ვინმეს, შეიძლება უბრალოდ აჩვენებდე, ხო? ანუ ისე დაიჭირო რომ ყველამ დაინახოს, ხო? ლაპარაკის გარეშე არეკლამა. ამას ქვია word of mouth. საქმე იმაშია რომ ეს word of mouth, ხო? აი ესეთი ტიპის რეკლამა ნილსენი არის ასეთი სააგენტო, რომელიც ძალიან ცნობილია და ის research agency-ია მარკეტინგულ სამყაროში და ნილსენმა გააკეთა კვლევა და აღმოაჩინა 92% მოხმარებლის სჯერა მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან, როცა გაიგებენ რეკომენდაციას რაღაც პროდუქტზე. 92%. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ხო, აი აქედან ჩვენ რამდენი ვართ 25 ვართ ამ იმაზე, ხო? 92%-ს, ანუ შესაბამისად 22-23 ადამიანს, ვინმე, ანუ შობელმა, შვილმა, მეგობარმა რო გითხრეს, რა კაი პროდუქტია, დავარო ჩვენ დაუჯერებთ და ვიყიდით ამას. ძალიან დიდი ციფრია. და მეორე ციფრია ასეთი გამოვიკვლიეს, რომ 70%-ს სჯერა online review-ების უცხო ადამიანებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით ახლა უკვე ამ სამყაროში, რომ ეს online review-ები რაღაც დიდი ნაწილი ამის სინამდვილეში არ არის genuine, ფულს უხდიან იმ ხალხს. რაღაცნაირად ახერხებენ, რომ ეს review-ები დააწერინონ და ანუ ნამდვილი არ არის რაღაც პროცესი. მაინც 70% რამხელა ციფრია, ხო? ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი წარმატებული გახდეს. ეხლა დავიწყოთ, გავაგრძელოთ უბრალოდ, როგორ ეს მარტივია, ხო? ამაზე მივაგენით. ეხლა როგორ უნდა ვქნათ ისე, რომ ჩვენმა პროდუქტმა ისეთი ინსპირაცია გამოიწვიოს ადამიანში, რომ იმან დაიწყოს ლაპარაკი და ტრაბახი. ამის პან პროდუქტზე. ეხლა მინდა დაუბრუნდე იმას, რა ქვია. გავაანალიზოთ ახლა ცოტა რა ხდება ტრაბახის დროს, ხო? ვიყიდეთ ჩვენ რაღაც აპლიკაცია ახალი, ან რაღაც ფოტოკამერა, ხო? და ვტრაბახობთ. ვიყიდეთ ახალი ფეხსაცმელი და გადავიღეთ, რა ქვია, ფეხსაცმელი კი არა, საკუთარი ფოტო ისე რომ ფეხსაცმელი ჩანდეს და დავდეთ Facebook-ზე და Instagram-ზე. იმიტომ რომ სიარული და Facebook-ზე დაწერა უიცი რა მაგარი ვარ მე, სოციალურად მიუღებელია. ხო? და შესაძლოა ადამიანები ეძებთ ირიბ გზებს, რომ ესე ვიტრაბახოთ საკუთარი თავით. და ვაკეთებთ ამას აი ამ რეკომენდაციებს სახით. კარგად რომ გავაანალიზოთ ეს თუ არ გვესმის, მიხვდებით რომ მართლა სინამდვილეში ასეა. ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს იმის მერე, რაც ანუ შეიცვალოს რა მაინც გავაგრძელებთ ამას, იმიტომ რომ გვიდევს, ანუ ვერ გავექცევით, მაგრამ სინამდვილეში ასეა. ეხლა ჩვენ რაში გვაინტერესებს ეს? ჩვენ ეს გვაინტერესებს იმისთვის კი არა, რომ ეხლა დავიწყოთ ჩვენი საქციელის გაანალიზება და იმიტომ კი არ გეუბნებით ამას. ჩვენ გვაინტერესებს იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ეს საქციელი მომხმარებლის. იმიტომ რომ მომხმარებელი თუ რაღაცას ყიდულობს აქსესუარს ჩვენსა და ტრაბახობს ამით. კი ბატონო, იტრაბახოს საკუთარი თავით, ჩვენი მიზანი არის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიღოს ჩვენ პროდუქტზე და იყიდოს, ხო? ასეთ პრაქტიკული, ცინიკური ისა გვაქვს მიზანი. ხო და მომხმარებელი ყიდულობს და იძახის, მე ვარ საუკეთესო. შესაბამისად, უნდა გესმოდეთ ერთი რაღაცა, გაიაზროთ, რომ ეს არასოდეს არ არის თქვენ პროდუქტზე, თქვენ კომპანიაზე ან ბრენდზე. ეს ყოველთვის, რასაც აკეთებ, ყოველთვის უნდა იფიქროთ, რომ ეს ყოველთვის არის მომხმარებელს, ანუ მომხმარებელია მთავარი აქ.
თქვენი. როგორ მომხმარებელი რას იგრძნობს საკუთარ თავზე. და თქვენ თუ დაეხმარებით მომხმარებელს რომ აგრძნობინოთ რომ ის მაგარია, აი მაშინ გახდება თქვენი პროდუქტი ბესტსელერი. და მაშინ ზუსტად მოეშვებით ისეთ რაღაცებს როგორც უნიკალურობას, მაღალი ხარისხი, იაფი, ხო? აი ეს სიტყვები გაქრება თქვენი პიჩისგან და ფოკუსი გადავა მომხმარებელზე, იმიტომ რომ შეიძლება მაღალი ხარისხი ცხადია, მაღალი ხარისხის მნიშვნელობა აქვს, ხო, იმას კი არ ვიძახ რომ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი არის რომ აგრძნობინო, გახადო უკეთესი ვერსია მომხმარებლის. რაც არის თქვენი პროდუქტით, მიცე საშუალება რომ გახდეს უკეთესი. ეხლა ზოგი პროდუქტისთვის ეს უფრო მარტივია რომ მოხდეს, ზოგი პროდუქტისთვის ისე მარტივი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამისკენ უნდა მივისწრაფოთ, ხო, სწრაფო უნდა იყოს ასეთი. ეხლა უფრო გავაგრძელოთ ანალიზი, რა, ხო, ანუ როგორ გავაკეთოთ, ხო? ჩვენი ესე იგი ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ჩვენი მომხმარებლის საუკეთესო ვერსია უნდა შევქმნათ. ანუ თუ მივცეთ საშუალება რომ საუკეთესო ვერსია გახდეს მაგის. ეს არის რატო? ანუ საუკეთესო იუზერი რო გახდება ამის, რა მოხდება ამის შედეგად? ამის შედეგად იქნება ძალიან ბევრი რამე მოხდება. გარდა იმისა, რომ ილაპარაკებს ეს ჩვენ პროდუქტზე, ლოიალური იქნება. ლოიალური დარჩება. ეს ნიშნავს, რომ შემდეგ სან სიახლეს ახალ რაღაცას რო გავაკეთებთ, კიდე მოვა და კიდე იყიდეს. როგორც ხდება iPhone-ის შემთხვევაში და სხვა პროდუქტის შემთხვევაში, ხო? პრობლემებს უკვე ვილაპარაკებთ, ამ პრობლემებს გვაპატიებს. იმიტომ რომ პრობლემები ყოველთვის გვექნება. ხარისხის პრობლემები, რაღაცა ისე არ იმუშავებს, ხო? ცხადია, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ გამოვასწოროთ და თუ ამაზე არ მიმუშავებთ, ამას არ გვაპატიებენ უკვე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთხელ რაღაც შეგვეშალა, ამას გვაპატიებენ. თან ბევრჯერ. თავარია მაგათთვის დაინახონ, რომ აი ამაზე მუშაობთ, ამის გამოსწორებაზე. თორე ისე რომ დაგვირეკოს და გაუშვათ, იცი რა, არ გაწყობს, არ იყიდო, ესე არ გამოვა. ეს მომხმარებელი კონკურენტი რო დაიწყებს, ხო, მაგის გადმობირებას, დიდი რეზისტენსი ექნება, არც მოისმენს. გარდა ამისა, კონკურენტი როცა გამოჩნდება, ხო? შეიძლება წავიდეს ამ კონკურენტის ვებსაიტზე, ფორუმებზე და ცუდი რაღაცების წერა დაიწყოს კონკურენტზე. ანუ ჩვენი ფაქტორი თანამშრომელი გახდეს ჩვენი კომპანიის. აი ესეთი თუ შევქმნით. ერთ-ერთი პროდუქტი არ იცი გახსოვთ თუ არა, რომ გაჩვენეთ, ხო? 3D pen-ი რაც იყო, რაც შევქმნით, აი Kickstarter-ზე, ხო? ამის შედეგად Kickstarter-ზე, იმიტომ რომ Kickstarter-ზე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი მომხმარებელი და ეს მომხმარებელი ძალიან ბევრი დარჩა ჩვენი ლოიალური და ჩვენი community შევქმნით. მერე ცხადია, ბევრი კონკურენტი გამოგვიჩნდა და ეხლა რო ნახოთ, ჩინელებიც აკეთებენ, თურქებიც აკეთებენ, ანუ მთლად დასაცავი არ იყო IPT და ვერც დაიცავდა ეს კონკურენტი კოპიკეტი, ხო, ერთ-ერთმა ახსენეთ, რომ ვიღაცამ კოპირება გააკეთა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყოველთვის მოხდება. ამისგან თავს ვერ დაიცავთ. პირიქით გეტყვით მე, რომ ჩვენ ინდუსტრიაში, აი ტექ ინდუსტრიაში ასეთი აქსიომა სავეთ არის. თუ ჩინელებმა კოპირება არ გაუკეთეს თქვენი პროდუქტების, ესე იგი რაღაცა ხო, არ ვარქა. ანუ არ უნდა ჩინელებსაც და ამიტომ ანუ ფაქტია, ხო? უბრალოდ უნდა იცხოვრო ამასთან და რაღაცნაირად მოახერხო. და ზუსტად აი 3D pen-თან რა მოხდა? აი ეს ჩვენი loyal base-ი იმდენად ლოიალური იყო, რომ მიდიოდნენ ამ თურქების ვებსაიტზე, იმ community-ში და აი მეომრებივით იყვნენ რა, აი ტროლავდნენ მაგათ. და იმდენად ლოიარულები დღემდე არიან, იმიტომ რომ ეს ვებსაიტი გვაქვს, სადაც ისინი ცვლიან, ხო, ეს მომხმარებლები რაღაც მაგარ რაღაცას Eiffel-ის კოშკს გააკეთებენ, რომელიც ძალიან მარტივი არ არის მის გაკეთება, ხო? დადებენ და ტრაბახობენ საკუთარი თავით ცხადია, აი რა მაგარი ვარ რომ გავაკეთე, მაგრამ აი ლოიალურები არიან. გარდა ამისა კიდე აქსესუარებს და სხვა კომპლემენტარი პროდუქტებს ყიდულობენ ამისას, ხო? ეხლა თქვენ ისედაც აქსესუარებზე და ისეთ ხართ, მაგრამ შეიძლება დავუშვათ აი პრეზენტაცია რო გქონდათ, ხო? ჩაის ჭიქები რო გქონდათ, ნამცხრობისთვის, ხო? ეს ხო კომპლემენტარი პროდუქტია. იმას თუ იყიდის, იმასაც იყიდის. ეს მომხმარებელი ლოიალური. მაინც რომ არ ჭირდებოდეს, მაინც იყიდის. დააჯერებს თავს რომ ჭირდება.
შეიძლება დიეტაზე იყოს და ტკბილობებს არ ჭამდეს, მაგრამ მაინც იყიდეს. და მნიშვნელოვანი რომ ჩვენ შევქმნათ საუკეთესო ვერსიოები. ანუ კონკურენცია კონკურენცია უნდა გაუწიოთ იმაზე კი არა რომ საუკეთესო პროდუქტი, უკეთესი პროდუქტი შევქმნათ. უკეთესი მომხმარებელი შევქმნათ, ვიდრე ჩვენი კონკურენტის მომხმარებელია. საქმე იმაშია ახლა ეს მარტივია ამის თქმა, მაგრამ ყოველთვის ეს თითქოს არ გამოგდის, ხო? ახლა ჩვენ რო ლაპარაკობთ iPhone-ზე, რა ვიცი, კამერაზე ან რაღაც soft-ზე ისეთი, ხო, როგორც Adobe Cut არის, ხო? იქ მარტივია. იმიტომ რომ რა ქვია, უფრო რაღაც sexy field არის, ხო? იქ შეიძლება და ჩვენ შემთხვევაში შეიძლება რაღაც რა ვიცი, ანუ კამერებში თუ ტრაიბოდებს თუ ვაკეთებთ, ხო? ანუ კამერის ფეხები როა, ხო? სამიანი, როგორ უნდა ისაქნა, შექმნა შენი სუპერ იუზერი აქედან, ხო? ერთი ტექნიკაა ასეთი, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ჩვენ საერთოდ კომუნიკაციაში და ჩვენ თავში ყოველთვის აი თუ რამე ისეთი პროდუქტი გვაქვს, რომელიც არ არის მაინც და მაინც ისეთი ანუ utility-ია, ხო? ჩვენ უნდა რა ზუმ აუტი გავაკეთოთ და ვილაპარაკოთ კონტექსტზე. ტრაიპოდის შემთხვევაში, თუ ტრაიპოდს ყიდით, ჩვენი კონტექსტი უნდა იყოს, რომ ჩვენ გეხმარებით, რომ საუკეთესო ფოტოგრაფერი გახდეთ. და არა ტრაიპოდის ისა რა ქვია სპეციალისტი, ხო? ანუ ვინ ტრაბახობს, რომ მე იცით რა, საუკეთესო ტრაიპოდის სპეციალისტი ვარ, იცი ვიცი დაყენება ამ იმის. არა, მე ვარ საუკეთესო ფოტოგრაფერი, ხო? მე შემიძლია რაღაც მაგარი ვიდეოების შექმნა. რაღაც არის სივრცე, სადაც ვარ ჩვენი კონკურენტები, ხო? კონკურენტები შეიძლება დიდები იყვნენ, შეიძლება ჩვენზე პატარები იყვნენ, ჩვენ უფრო დიდები ვიყოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ზუმ აუტი და გავაკეთოთ და შევხედოთ რა სივრცეში ოპერირებთ. კონტექსტი რა არის, ხო? კონტექსტი ყოველთვის არის უფრო დიდი, უფრო უკეთესი და უფრო ფართოა, ხო? ანუ კონტექსტი, მაგრამ ეს мотиваცია მარტივია უფრო კონტექსტში გააკეთო, ვიდრე კონკრეტულად აი თქვენ რაღაცაზე. მაგალითად, როცა soft-ზე არის ლაპარაკი, ან ჩამოთვალოთ პროდუქტები, ხო? Adobe Premiere, ხო? პროდუქტი, რომელიც ვიდეო editing პროდუქტია, ხო? ისა რა ქვია, ტრაიპოდი, Canon-ის მაგარი ფოტოაპარატი, ხო? მიკროფონი, Rode-ის მიკროფონი, Final Cut Pro. ეს ყველა პროდუქტი ზოგი კონკურენტია ერთმანეთის, ზოგი არ არის კონკურენტი, მაგრამ კონტექსტი რო დიდი გავაკეთოთ, კონტექსტი აქ არის, რომ მაგარი ვიდეოების გაკეთება. ანუ მე შემიძლია ძალიან მაგარი ვიდეოების გაკეთება ამ კონტექსტში. ყველა ეს პროდუქტი ცდილობს, რომ მომხმარებელს გააკეთებინოს მაგარი ვიდეოები. ან მაგალითად, რა ვიცი, პრეზენტაციის პროდუქტები რო არის, ხო? წიგნი თუნდაც public speaking-ზე, მაგათი კონტექსტი არის, რომ მაგარი პრეზენტაციების გაკეთება ვისწავლოთ. და მაგარი პრეზენტაციები გავაკეთოთ. და ბევრი პროდუქტია, რომელიც მე თულია ამ კონტექსტში. ან რა ვიცი, ჩაის იმაზე რო იყო, ხო, ლაპარაკი სერვისებზე რო იყო ლაპარაკი. ანუ ჩვენი კონტექსტი რა არის? შეიძლება იყოს ჩვენი კონტექსტი, რომ რა ვიცი, მაგარი tea party-ის ისა რა ქვია, ჰოსტები გავისაკვნათ რა, შევქმნათ ჩვენ. და ეს არის თული, ხო? აი ამ tools და ლეგენდებს რო შექმნი იქ, რომ იაპონური tea ულონი მაინც და მაინც ესე უნდა იყოს ამ ტემპერატურაზე და ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ხელები არ დაგოწოთ, აი ამ კონტექსტში უფრო უკეთესი user შექმნით, super user შექმნით. და მე მული იქნება თქვენზე. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი კომპანია ასე დიდ შეცდომას უშვებს. ვისაც ესმის, ხო, უმრავლესობას ეს არ ესმის და ვერ აკეთებს. მაგრამ თუ დავუშვათ გავიგეთ, ხო, მაინც უშვებ დიდ შეცდომას და დიდი შეცდომა არის, რომ თავიდან ესე ვაკეთებთ, ხო? ანუ ყიდით ამ კონტექსტს, ვიცი რა, აუ მაგარი tea party-ის მოაწყობ, ან საერთოდ dinner party-ის მოაწყობ ამის შედეგად და მე რო იყიდის მომხმარებელი, მე გვავიწყდება. ეს არის ალბათ ყველაზე უარესი რაც შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამით community-ს ვერ ავაშენებთ. იგივე ეს Canon-ი, ხო? Canon-ის ფოტოაპარატს რო ყიდულობს და ძალიან დიდი მარკეტინგული ის კამპანიები ზვაი შენ უკეთეს ვიდეოებს შექმნის, ძალიან მაგარ ვიდეოებს შექმნის, მე ყიდულობს ან იმას, მე აქვს სახში ხსნის unbox და რა არის შეგნით? არის პროდუქტი და არის user manual-ი, რომელიც არის ტექნიკური დეტალებით გაწეული და ძირითადად არავინ არ კითხულობს, ხო, ამ user manual-ს. არ და სინამდვილეში მერე უნდა იყოს კარგი მარკეტინგი, იმის მერე უნდა აგრძელებდეს ამას და მერეც უნდა ეხმარებოდეს.
და ამიტომ ამ community-ს შექმნას რაღაცას რო გააკეთოთ, მაღაზიას გააკეთოთ, online-ზე გაყიდით თუ რაღაცა უნდა გააკეთოთ ისეთი, რომ თქვენ მოხარებელ შეუძლია მოვიდეს, უკან დაბრუნდეს თქვენთან და იგრძნოს, რომ support-ი არის თქვენგან. კიდე. და არ იგრძნოს, რომ დავიწყებულია. ანუ მოხარებელს უნდა რომ საუკეთესო ვერსია გახდეს და უკეთეს შედეგები მიიღოს რაღაცაში. ამაში უნდა დაეხმაროთ. შესაბამისად ეს რაც უფრო ძლიერი გახდება მომხმარებელი, უფრო შემდეგი ვერსია პროდუქტებში რაღაც ახალს გააკეთებთ, ხო? ჩაის იმიდან, რა ქვია, გადახოლთ ყავას აპარატო, რომ მაინც თქვენი მომხმარებელი გახდება და იყიდის ამ ახალ ვერსიებს. შესაბამისად, ჩვენ რო ვლაპარაკობთ უკეთესი ვერსია, ხო, მომხმარებლის შექმნის, ეს არის დაახლოებით რომ შევადაროთ რა ვიცი, ტექნიკური იმებზე, ტერმინებზე ვარ რაღაც ფოკუსირებული, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ორი თვალი, ხო, ერთ თვალს რო დახუჭებთ, ერთ თვალში რეზოლუცია, ასე იცით ხო, რეზოლუცია რა არის? მონიტორის რეზოლუცია რო არის, რა ვიცი, ჩვეულებრივი რა ვიცი, HD-ც არ იყოს, რა ქვია, HD1, VGA, ხო, მაგალითად, ძველი და მეორე თვალში 4K გაქვთ, ან 8K რეზოლუცია. წარმოიდგინეთ, თქვენ სამყაროს ორივე თვალით რო უყურებთ, რაღაცა ის ხდება, ხო? average ხდება ამის და ნუ 8K არ არის, არც ის არ არის VGA და რაღაცა საშუალო გამოდის. როგორც კი ერთ თვალს დახუჭავთ, 8K არის, რა მაგარია, ხო? ხო და აი თქვენი მომხმარებელი უნდა გახდეს აი ზუსტად ასეთი, ხო? იმიტომ რომ ბევრი მაგალითია ასეთ რაღაც super powers აძლევთ, ხო? მაგალითად, ან ჭადრაკის მოთამაშე, ხო, რომ ასეთი ფენომენია, ჭადრაკის მოთამაშე რომ უყურებს რაღაც ჰოლივუდის ფილმს, სადაც ჭადრაკის დაფათანს, ხო? ის ჭადრაკის მოთამაშე თქვენ თუ ჭადრაკს არ თამაშობთ, არ აკვირდებით, შეიძლება ვერც დაინახოთ ის ჭადრაკის დაფა. ის გარდა იმისა, რომ ჭადრაკის დაფას დაინახავს, იმას უყურებს როგორ ალაგია ის სტორია და რა სიტუაციაა იქ. და იმასაც ამჩნევს, რომ მეორე კადრში რო გამოჩნდეს და სხვანაირად თუ ალაგია ეს ფიგურა, იმასაც ამჩნევს. ავიწყდება ეს ფილმი და იმაზე ფიქრობს, რა სისულელე მოხდა. ასტრონომერი როცა უყურებს ცას და ხედავს ვარსკვლავებს, ჩვენთვის ხო, ჩვეულებრივი მომკვდავებისთვის ეს ვარსკვლავები არის რაღაც კოლექცია. შეიძლება 1-2 ვიცოდეთ, ასტრონომისტისთვის ხო, სპეციალისტის, high res user-ისთვის ეს არის მთელი სამყარო, ხო? ზეპირათიც ის რა არის, როგორ რა არის და სად როგორ არის. ხო და ეს არის ზუსტად ჩვენ user-ები უნდა შევეცადოთ, რომ შევქნათ ასეთი user-ები და რატომ, იცით? ჩვენ თუ წარმატებით word of mouth ეს ხო სტანდარტული რაღაცაა, ყველა მიცის ხო word of mouth მომხმარებელი აპარაკობს პროდუქტზე. ჩვენ შეგვეძლება მივახციოთ ასეთი სხვა ტერმინია word of obvious. Word of obvious რა არის, იცი? Word of mouth არის, რომ კახა მიყიდა ჩვენი ეს აქსესუარი და კახა წავიდა, რა ვიცი, დაბადების დღეზე და მეგობრებს თან წაიტრაბახა, რა ვიყიდე, იცი რა მაგარი ვარ, ხო? რა მაგარია, უბრალოდ ეს რა მაგარი ვარ. Word of obvious არის ის, რომ კახამ თუ super user-ია, რაღაცას ძალიან მაგარია, ხო? მაგალითად, მაგარ ვიდეოებს აკეთებს, ხო? ყიდულობს რაღაცას, ტრაბახობს და მერე დაბადების დღეზე რო ტრაბახობს, მერე მარიამი და ანასტასია ამ დაბადების დღეზე მიდიან და ტრაბახობენ, იცით რა მაგარი რაღაცა იყიდა კახამ და რა მაგარი ვიდეო შექმნა. ანუ multiplier ეფექტია, რა, იმიტომ რომ ესეთი თუ ძლიერი მომხმარებელია, ხო, super user-ი და influencer-ებს ეძახიან კიდე, მართალია მაგრა არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ნუ ეძახიან, ხო, influencer-ებს, იმიტომ რომ ძალიან washed out გაკეთა რა, იმდენს ეძახიან influencers, რომ ვერ გაიგებ უკვე, მაგრამ მართლა super user-ზე მაქვს ლაპარაკი, რომ სხვები ტრაბახობენ იმით უკვე. და ეს შესაბამისად უფრო ძლიერი ეფექტია გაცილებით, როგორც word of mouth, იმიტომ რომ word of mouth ძალიან კაია, მაგრამ word of mouth-ის ახასიათებს სინელე. ანუ დრო ჭირდება, რომ აი ეს გავრცელდეს. ეს word of obvious-თან ერთად რო იყოს, გაცილებით სწრაფად გავრცელდება. ხო და აი ამ ყველაფერზე რო ვილაპარაკეთ, ძალიან ბევრი მაგალითი გვხვდება კორპორაციებსაც ხო ესმის ეს, დიდ კომპანიებსაც ხო ესმის. მაგრამ დიდი კომპანიები და კორპორაციები ამას ხელოვნურად აკეთებენ უმრავლესობას შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ თუ ვერ აკეთებ ამას ორგანულ დონეზე, ცდილობ რომ ხელოვნურად გააკეთო, მაგრამ დამიჯერეთ ხელოვნურად და ორგანულად ძალიან რაღაც შეუდარებელი რაღაცაა.
ძალიან დიდი, ანუ გრძნობს ყველა, მით უმეტეს ახლა ხო სოციალური მედია როცა არის გაშუმა, corporate bullshit marketing ქვია, ხო ამას ხალხი ხედავს და გრძნობს. ამიტომ შეუდარებელია. თქვენ თუ გგონიათ, რომ იცით რა, ამ კონკურენტს ბევრი ფული აქვს და ვერ აჯობებთ. იმიტომ რომ მაინ ჩანს გამოჩდება. რამოდენიმე სიტყვით მინდა ეს სამარისავით გავაკეთო. რაც შეეხება დაცვას, ხო? ესა დაცვა სამწუხაროდ ასეთ რაღაცებს და ძიდად ვერ დავიცვავთ. ანუ პატენტები აქ არ არის, ერთადერთი ეს პატენტი ითვლება ხოლმე ტექნოლოგიას დგები არ აგვაქვს და ამიტომ ვერაფრით ვერ დავიცავთ. ერთადერთი რითიც შევიგვიძლია დავიცვათ ჭკვიანური მარკეტინგი და მარკეტინგში არ გულისხმობ აქ რეკლამებს და იმას, არამედ ჭკვიანურად შერჩევა ჩვენი აუდიტორიის, ჩვენი მომხმარებლის, ჩვენი სეგმენტის, რაზეც მუშაობ და ზარაფხანა და ესეთი დიდი ქსელები ზუსტად ვერ მოახერხებენ ყველა მომხმარებლის სეგმენტს დაკმაყოფილებას. ანუ შეუძლებელია ნებისმიერი კომპანიის დააკმაყოფილოს კარგად ყველა სეგმენტი. ზუსტად ეს არის ჩვენი ფუნქცია, რომ ვიპოვოთ ის სეგმენტი, რომელიც დაუკმაყოფილებელია. და აი ამაზე იქნება მთელი ჩვენი ეს მუშაობა ახლა ორიენტირებული და ეს არის ყველაზე საუკეთესო დაცვა. იმიტომ რომ ზარაფხანას პრობლემა ასე ის, რომ დიდები არიან. დიდები რადგან არიან, ბეჰემოტები არიან, ჩვენ ვართ, რა ვიცი, სწრაფად ვინ დარბის, კენგურუ დახტის, მაგრამ ნუ სტრაუსი ხო სწრაფად დარბის, ჩვენ სტრაუსი ვართ, ისინი ბეჰემოტები არიან. ხო და რომელს უფრო ეხერხება სწრაფად სირბილი, სტრაუს, ხო? ხო და ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები. ფული არა გვაქვს, რესურსები არა გვაქვს, ზარაფხანაც აქვს, მაგრამ ჩვენ უფრო სწრაფად შეგვიძლია მოქმედება. რაც შეეხება პროდუქტს და კონკურენტს, ძალიან ხშირად ხდება, რომ ის, რაც ჩვენ გონია, რომ ვყიდით, სინამდვილეში მომხმარებელი სულ სხვა რაღაცას ყიდულობს. ხო? აქ ფიგურალურად აქ რაღაც ვერცხლისფერ კოვზებზე ლაპარაკი, ხო? ანუ ან რაღაც კონკრეტულად პროდუქტზე, მაგრამ აზრი არის, რომ ის მოთხოვნილება, რაც ჩვენ გონია, რომ იმას ფარავს, სინამდვილეში სულ სხვა მოთხოვნილებას ფარავს მომხმარებელი ჩვენი ძირითადი, ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ კარგად, ძალიან კარგად, დაქალივით უნდა ვიცნობდეთ მომხმარებელს, ხო? რა აწუხებს, რატო შვება ამას და ეს ასე მარტივია, იმიტომ რომ ჩვენ რო პირდაპირ ვკითხოთ ადამიანი რო ყიდულობს, ხო? და პირდაპირ ვკითხოთ რატო ყიდულობ ამას. სავარაუდოდ არ გვიპასუხებს, სწორ ინფორმაციას არ მოგვაწვდის. სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ თუ თვლის, რომ ის მიზეზი რისთვისაც ყიდულობს რაღაც სასაცილოსავით არის და არ მოგეწონებათ, გულის გატეხვა არ მოუნდება, ხო? პირდაპირ არ გვეტყვის ამას. ან თუ თვლის, რომ უბრალოდ შეიძლება არ უნდა ამის თქმა, მოკლედ ჩვენ სწორად უნდა ვიცოდეთ ამის გაანალიზება, რატო ყიდულობენ და რისთვის, რას იკმაყოფილებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ არის თქვენი ძირითადი კონკურენტი, რას ფიქრობთ? და ამაზე საერთოდ აგებულია თქვენი სტრატეგია. ანუ ვინც ფიქრობთ, რომ თავარი კონკურენტია, აი ამაზეა აგებული სტრატეგია, იმიტომ რომ ზარაფხანა თუ არის კონკურენტი, სულ ერთი სტრატეგია და თუ თქვენი კონკურენტი არის აფთიაკი მაგალითად, ხო, აი ვერცხლის კოვზი რო ავიღოთ. ეხლა სულაც არ ვამბობ, რომ ეს შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ვერცხლის კოვზი თუ კლავს ბაქტერიებს დაუშვათ წყალში, ჩადებთ აი კლავს ბაქტერიებს, შეიძლება თქვენი კონკურენტი იყოს აი ეს ფილტრიანი ისინი როა, ხო, რა ქვია იმას. აი ეს იყოს კონკურენტი. და თქვენ საერთოდ ვერც არც გიფიქრიათ ამაზე, მაგრამ უცებ surprise, ხო? რაღაც სწორად გაატარეთ ეს გამოკითხვა და აღმოაჩენთ, რომ 80% თქვენი კასტომერების ვინც ყიდულობს ამას, ამის გამო ყიდულობს. და ფილტრებს მერე აგდებენ, იმიტომ რომ არ მოწონთ ეს ფილტრები, უნდა ცვალო, უნდა ისაქნა და იხდიან ამ ცისფერ ისე ვერცხლის კოვზზე. ერთელი თქვენი იდეა ამ პერსონალიზაციაზე და დიზაინზე და იმაზე აღმოჩნდა რომ იმსხრევა ხო ეს მიფი ძალიან გული შეგსდევათ იმიტომ რომ ეს თქვენი ბავშვია ხო თქვენი ამით ამაყობთ აი ესეთ დიზაინს ვაკეთებთ ესეთ და უცებ დაიმსხრა ეს აღმოაჩენთ რომ 80% ამის გამო სუკიდიათ ეს დიზაინი და ამის გამო ყიდულობენ მაგალითისთვის ვამბობ რა ამიტომ ეს კარგად უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად რატო ყიდულობენ იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ რაღაცის შეცვლა გვინდა შეიძლება არ გვაწყობს ეს 80% რომ ამის გამო ყიდულობს ჩვენ არ გვინდა არ გვაინტერესებს ეს ბიზნესი ხო ვერცხლის კოვზების plain ვერცხლის კოვზების გაყიდვა ხო სულ არ გვაინტერესებს დიზაინი გვინდა და ამიტომ სხვაგან უნდა წავიყვანოთ ხობა
სეგმენტაცია ალბათ იცით ხო რა არის, ანუ ჩვენი მომხმარებელი ერთი დიდი ის არის ყველა, ხო? როდესღაც ალბათ გვინდა რომ ყველა იყოს ჩვენი მომხმარებელი, მაგრამ ეს მომხმარებელი შემოგმარებელი, ანუ ყველასი დაყოფა შეიძლება სხვადასხვანაირად. სხვადასხვანაირად ნიშნავს, რომ სხვადასხვა მეთოდები არსებობს დაყოფის. არის გეოგრაფიული მეთოდი, არის, რა ვიცი, ასაკობრივი მეთოდი, 1 5 6 სხვადასხვა მეთოდია დაყოფის. მე მინდა რომ ეს დაყოფა გააკეთოთ თქვენ არა ასაკობრივი, არა გეოგრაფიული, შესაბამისად, არამედ needs based, ანუ საჭიროების მიხედვით. იგივე ხო აი ვერცხლის კოვზის მაგალითს დაუბრუნდები, ხო? ერთი საჭიროება ის არის, რომ ჩვენ გვინდა წყლის ფილტრაცია, ხო? მეორე არის, რომ დიზაინი მოგწონს და რაღაცა, რა ვიცი, სტეიტმენტის გაკეთება გვინდა, ხო? სულ სხვადასხვა საჭიროებაა. შესაბამისად, დაყავით თქვენი მოხარებელი სეგმენტებად. სეგმენტის მახასიათებელი იქნება მხოლოდ need based, ანუ რა საჭიროებას ვაკმაყოფილებს. მერე ამ სეგმენტებს რო ჩამოწერთ, ნუ რა ვიცი 3, 4, 5, ზოგს რა ვიცი, ზოგს 2, რამდენიც შეგიძლიათ, ხო, რამდენსაც თვლით რომ მნიშვნელოვანია. Excel-ი გააკეთეთ, ჩაწერეთ ეს სეგმენტები, ხო, 3 ან 4 რაც იქნება ეს სეგმენტები. და მერე შემდეგი row, 3 მნიშვნელოვანი row, ბაზრის ზომა, ეს ნიშნავს რომ რამდენი არსებობს ასეთი ტიპის მომხმარებელი, როგორ ვფიქრობთ? რამდენი ნიშნავს ციფრი კი არ მივანიჭოთ რაღაც 20000, 10000, არამედ ციფრი 1-დან 3-მდე. 1 ნიშნავს დაბალი, 2 ნიშნავს საშუალო, 3 ნიშნავს მაღალი, ხო? ანუ ბაზრის ზომა ბევრია ასეთი მომხმარებელი, თუ საშუალო, თუ ცოტა. მერე შემდეგია pay value, ნიშნავს რამდენის გადამხდელები არიან. თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? რამდენი ფული აქვს თუ არა, ბიუჯეტი აქვს თუ არა. თუ ღარიბები არიან, თუ რაღაც არ იხდიან ამაში ფულს 1-დან 3-მდე ისევ. და ბოლო accessibility, რამდენად მარტივად შეგიძლიათ რომ მიწვდეთ. ნიშნავს რომ, რა ვიცი, თუ სეგმენტია იუველირების სეგმენტი, ეს თქვენი მომხმარებელია და თქვენ იუველირი იყავით, ანუ იუველირი ხართ, მაშინ შესაბამისად ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ნაცნობები ყავთ და ნუ მეგობრებს გადაურეკავთ და მარტივად მიწვდებით მაგათ. თუ რაღაც ისეთ სფეროში მუშაობთ, ადრე არ გიმუშავიათ, შესაბამისად ერთია დაბალი, ხო? აი მივანიჭოთ ამ ყველა სეგმენტისთვის 1-დან 3 ციფრი და მერე ბოლოს დაჯამება იქნება, ოღონდ კი არ დავაჯამოთ ეს ციფრები. გადავამრავლოთ ერთმანეთზე. და დავალაგოთ სეგმენტები შედეგის მიხედვით, რა შედეგიც გამოვა. აი ეს 3 ციფრი, ყოველი სეგმენტისთვის 3 ციფრი. ბაზრის ზომა, pay value და accessibility. ესენი უნდა გადაამრავლოთ. ბოლოში იქნება ჯამი, ხო, ან გადამრავლება, დავარქვათ ესე და ფორმულა ჩავწეროთ, რომ გადავამრავლოთ ამ სეგმენტისთვის აი ეს 1, 2, 3 რაც იქნება ერთმანეთზე, ხო? სეგმენტი იქნება, დავუშვათ 3 სეგმენტი გვაქვს, ხო? ერთი სეგმენტი არის, რა ვიცი, საჭიროება აქვს, რომ რაღაც statement-ი თქვას, ხო? თავისი identity უნდა გამოხატოს. მეორესი საჭიროება ის არის, იაფად შეიძინოს რაღაც nifty, ეს market, pay და accessibility იქნება column, row, ისა რა ქვია, row-ები. და აქ ჩამოწერთ ყოველი სეგმენტისთვის და მე გადაამრავლეთ ბოლოს. და ყველა სეგმენტისთვის ბოლოს გექნებათ ერთი value, ხო, რაღაც ციფრი, რომელიც იქნება გადამრავლების შედეგი. შესაბამისად მე დავალაგოთ ეს სეგმენტები ამ იმის, რა ქვია, ციფრის შესაბამისად. ხო, პირველი იქნება ყველაზე მაღალი ციფრი, ვისაც აქვს, მეორე შემდეგი, მესამე შემდეგი. ანუ მთელი აზრი ამ სავარჯიშოსი არის რა? რომ ჩვენ დაახლოებით დავყოთ ეს სეგმენტები და ვნახოთ რომელი არის პრიორიტეტული, რომ ამით დავიწყოთ ექსპერიმენტების გაკეთება. მერე უკვე ექსპერიმენტებზე იქნება ლაპარაკი და ექსპერიმენტების გაკეთება უნდა შევძლოთ სწრაფად და იაფად. ამ ექსპერიმენტების აზრი იქნება, რომ სად რომელი სეგმენტი აღმოვაჩინოთ ის სეგმენტი, რომელსაც შეუყვარდებით. გახსოვთ, რომ სიყვარულზე რო ვილაპარაკეთ, ხო, ყველაფერს გვაპატიებენ, რაღაც ჩვენ შეცდომებს პირიქით მოატრიალებენ, ხო? აი ესეთი ხალხი უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენ. და ესეთი ხალხის აღმოჩენა არც მარტივია და ამიტომ სწრაფად უნდა ვაკეთოთ ექსპერიმენტები. ორი დავალება იქნება ასეთი. პირველი დავალება
ორი ვარიანტი, ანეს გააკეთეთ. გააჩინე რომელს უფრო კარგად ეხერხება. ერთი ისეთი, რომ წარმოიდგინეთ მოხმარებელი, მოვიდა თქვენ მაღაზიაში ან ონლაინზე იყიდა და მიდის დაბადების დღეზე. ხო, დაბადების დღეზე მიდის და აი როგორ გინდათ, რა სიტყვებით, აი დაახლოებით 5 წინადადებით შემოიფარგლეთ, რომ როგორ გინდათ, რომ აი მომხმარებელმა იტრაბახოს თქვენი პროდუქტით, ხო, რაც იყიდა, როგორი ლაპარაკობთ თქვენ, რას ხედავთ. თქვენ კონკრეტულ პროდუქტს ეხება, თქვენი კონკრეტული მომხმარებელი, შეგიძლიათ ამიღწეროთ მომხმარებელი ვინ არის, როგორ არის, რამდენი წლის არის და ასე შემდეგ, მიდის დაბადების დღეზე და რას იძახის. რა გინდათ, რომ თქვას. ეს ერთი, ხო, ანუ მეგობრებთან დაჯდება, ხო, რაღაცას აჩვენებს ან დაინახავენ და აი რა წინადადებას იტყვის, რა პირველ 5 წინადადებას რას იტყვის ამაზე. მეორე, რაც თქვენ გინდა, ის კი არა, რომ რაც გონიათ, რომ ეხლა ილაპარაკებს ესე, რაც თქვენ გინდათ, იდეალური ვარიანტი მითხარით. ყველაფრის გათვალისწინებით, რომ სუპერ იუზერი შექმნა, ხო, აი ეს იდეალური ვარიანტი მინდა, აი top ვარიანტი თქვენთვის რისკენ მიისწრაფვით. აი ეს ვერსია მინდა. და მეორე, თუ დაბადების დღე არ მოგწონთ ან რაღაცა ცუდ და სხვანაირად გეჩვენებათ, რაღაც პროდუქტი სპეციფიური ისეთია, რომ დაბადების დღეს ვერ მოერგება, მაშინ წარმოიდგინეთ, რომ მომხმარებელმა იყიდა ესა და აი რაღაც დოკუმენტური ფილმია, ხო, კამერა, რომელიც არ ჩანს, მისდევს ამ მომხმარებელს და სად მიდის ეს მომხმარებელი და რას აკეთებს. ამის მერე, თქვენი პროდუქტის კონტექსტში, ხო? და მეორე დავალება, ანუ ეს პირველი იყო ან ერთი ან მეორე. და მეორე დავალება, რომელიც ყველთვის იქნება, რეკლამა მოიფიქრეთ, ასეთი მოკლე, აღწერა გამიგეთეთ ამ რეკლამის, სადაც მთავარ კონკურენტს მეტყვით ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი და გააკეთებთ რეკლამას, ერთი უნდა იყოს ეს მთავარი კონკურენტი. და გააკეთებთ ისეთ რეკლამას, რომელიც მიმართული იქნება იმაზე კი არა, რომ ჩვენ ჯობი ვართ ამ კონკურენტს. არა, ჩვენი მომხმარებელი ჯობია იმ ჩვენი კონკურენტის მომხმარებელს. აი ესეთ რეკლამას გააკეთეთ.